დღეს ვართ ტერასა ბოტანიკაში და ეგეთ ულამაზეს ხედზე უნდა ვჭამოთ ნამდვილი ქართული სუფრა. რომელი ქართული სუფრა წარმოგიდგენია ხაჭაპურის გარეშე. ამიტომ ჩვენს დღეს დავიწყებთ ლაზური ხაჭაპურით. ცომის შიგნით სხვათა შორის განთავსებულია ეგეთი მასა, რომელსაც ძალიან გავს ხაჭოს, მაგრამ მე რატომღაც გამახსენდა ეგრევე ბეშამელის соуსი. ხაჭაპურის მერე გავსინჯავ შქმერულს, რომელიც არის ქათამი ნაღების соуსში. ეს კერძი მზადდება კედზე და ჩემი აზრით ზუსტად ეს განსაკუთრებულ გემოსაც აძლევს. კაცუნა კანი აქვს, ძალიან გემრიელი соусია, ნაღების და ყველით იგრძნობა აშკარად. და სხვათა შორის ძალიან დიდი პლუსი არის, რაც ეგრევე შემამჩნია დაჭრის დროს, არანაირი ძვალი არ შემხვდა. ანუ წინასწარ არის გარჩეული ქათმის ნაჭრები და ჩემთვის არის ძალიან დიდი პლუსი. გავსინჯოთ ელარჯის ბურთებს და საიდუმლოს გეტყვით. ზოგადად ღომი, ელარჯი ეგეთ რაღაცები არ მიყვარს. მეგრელობო მაპატიეთ, მაგრამ იმედია ეს მომეწონება. თან აქ მაქვს ბაჟის соусით, ამაში ამოუავლებ და იმედია ეს მომეწონება. მეგრელებო, მე მგონი ტყუილად ბოდიში მოგიხადეთ. ძალიან გემრიელი რაღაცა. შეიძლება იმის გამო რომ შემწვარია და ძალიან ხრაშუნა არის. ჩვენ სუფრას კი დავამთავრებ უგემრიელესი სალათით. რა თქმა უნდა, უგემრიელესი კერძები ხდება უფრო გემრიელი ეგეთ ლამაზ ხედზე როცა ჭამ. მით უმეტეს როცა ხარ დაღრიელი მანქანებისგან, მაღალი შენობებისგან და ერთი სიტყვით გინდა უბრალოდ დაისვენო, განტვირთო, ეს არის იდეალური ადგილი. აქ ისმის წყლის ხმა, იმიტომ რომ უკან არის მდინარე, იქით არის ძველი თბილისი, ლამაზი შენობები. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენივე ქვეყანაში თავს გრძნობ ტურისტად, იმიტომ რომ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ეგეთი ლამაზი ადგილები გვაქვს ქვეყანაში. ტერასა ბოტანიკა მდებარეობს ძველ თბილისში, ჭრელაბანოს მოპირდაპირე მხარეს. უნდა გადახვიდეს სიყვარულის ხიდზე და გაყვე გზას. 50 მეტრში კი შენ დაინახავ ბოტანიკას ბარს, სადაც შენ შეიძლება დააგემოვნო უგემრიელესი კოქტეილები აი ამ ულამაზეს ხედზე.